როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, პოდაგრა ძალიან აქტუალურია. ზოგჯერ ისე იწყება, რომ ვითომ არაფერი, მაგრამ აი ძალიან ხშირად დაგვიანებულ სტადიაზე მიდიან ხოლმე პაციენტები ექიმთან და როგორც თქვით, ამას ძალიან ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის დიალიზამდეც კი შეიძლება მივიდეს პაციენტი და თირკმლის უკმარისობა ჩამოყალიბდეს. მოკლედ, მე რო ბევრი არ ვისაუბრო, ამიტომ დავუპატიჟეთ გადაცემაში პროფესიონალი რევმატოლოგი თამთა კობახიძე, რომელიც ყველა ჩვენ შეკითხვას გასცემს პასუხს. ხალბატონო თამთა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. და მოკლედ, აი, რაღაც პატარა შესავალისავით გავაკეთე, მაგრამ ნუ ახლა თქვენ ნათქვამს მეტი ფასი აქვს, რა თქმა უნდა. მოგვიყევით, ანუ აი რა არის ეს პურინული ცვლა, რატომ მირღვევა და აი ზოგადად პოდაგრა რა პათოლოგია? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, პოდაგრა ეს არის სისტემური ქრონიკული დაავადება, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით ვლინდება. ძირთადად ვლინდება აი შარდმჟავის დონის მატება, ზუსტად შარდმჟავის კრისტალების ჩალაგება გარკვეული ქსოვილოვან, ესე ვთქვათ, მიდამოში და ანუ ჰიპერურიკემია. ეს არის შარდმჟავის დონის მატება ორგანიზმში, რომლის შედეგადაც ვლინდება ზუსტად პოდაგრული ართრიტი. ხშირ შემთხვევაში ჰიპერურიკემია პირდაპირ კავშირშია პოდაგრასთან, ანუ პოდაგრული ართრიტი იგივე იდიოპათიური ნიკრისია, ანუ ორივე სახელწოდებით არის ცნობილი. მაგრამ ჰიპერურიკემია ყოველთვის არ არის პოდაგრული ართრიტი. ჰიპერურიკემია შეიძლება განვითარდეს სხვა გარკვეული სახის პათოლოგიური ცვლილებების დროს, როგორც არის მაგალითად სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა მიღებული მედიკამენტების ფონზე განვითარებული შარდმჟავას დონის მატება. აგრეთვე შეიძლება განვითარდეს აი გარკვეული რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შედეგად და ასე შემდეგ. ეხლა რა არის პოდაგრა და როგორი კლინიკური გამოვლინება აქვს პოდაგრულ ართრიტს, ხო? ეს არის მწვავე პოდაგრული ართრიტი არსებობს და არსებობს ქრონიკული ტოფუსური პოდაგრა. მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს პაციენტს აღენიშნება ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი, აი მონოართრიტი, ანუ ასიმეტრიული ართრიტი ვითარდება, მაგალითად, როდესაც არის ერთი სახსრის დაზიანება, ხო? განსაკუთრებით არის ზუსტად განსაკუთრებით ეს ისახება ფეხის ტერფის პირველი თითის აპროექციო. აი თქვენს უკან ახლა კადრში რო ჩანს, აი გამოწეულად რაც არის, ხო? ანუ ვიცით რა არის, აი ხშირ შემთხვევაში დიფერენცირება აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ხალუს ვალგუსსა და პოდაგრას შორის. არის შემთხვევა, როდესაც პაციენტები აი გვეუბნებიან, რომ აი პოდაგრა მაქვს, მაგრამ ეს რეალურად არ არის პოდაგრა. პოდაგრა არის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, მაგრამ აი ეს პოდაგრას ხშირ შემთხვევაში ეძახიან აი ხალუს ვალგუს, ანუ პირველი თითის დეფორმაციას. შესაბამისად, ამის დიფერენცირება ძალიან მარტივია ობიექტური მონაცემებით და კლინიკური, ესე ვთქვათ, გამოკვლევებით და ასე შემდეგ. პოდაგრას ახასიათებს გარკვეული სპეციფიური ხასიათის ტკივილი, ანუ ღამის ტკივილი. ხშირ შემთხვევაში პაციენტი ასახავს ტკივილმა გამაღვიძა, ხო? აი ღამე გამთენიის პერიოდია, ესე ვთქვათ, შეტევის პერიოდი ამ დაავადების. ისახება სახსრის შეშუპება, ჰიპერთერმია, ანუ ცხელი სახსარი, პაციენტს უჭირს გადაადგილება, ანუ ძლიერი ტკივილის, ესე ვთქვათ, სურათი ვლინდება და ამის შემდგომ უკვე ჩვენ ვიწყებთ გარკვეული სახის, ესე ვთქვათ, ლაბორატორიულ ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს. ზუსტად აი ჰიპერურიკემიის დონის განსაზღვრა ხდება სისხლის შრატის მიხედვით და ნუ შემდგომ ვამატებთ, რა თქმა უნდა, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, სადაც დიფერენცირებული დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა რევმატოლოგიურ დაავადებებთან, მაგალითად ფსორიაზულ ართრიტთან და ასე შემდეგ. რაც შეეხება სისტემური ხასიათის, თქვენ ბრძანეთ, რომ გარკვეული სახის ორგანოებსაც ესე ვთქვათ აზიანებს, ხო? ეს დაავადება სისტემური ხასიათის არის, ანუ ჩვენი მიზანია ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, ესე ვთქვათ, გავამახვილოთ ყურადღება მათზე, რომ არ მოხდეს შეუქცევადი პროცესი, მათ შორის, ვთქვათ, თირკმლის უკმარისობა, ხო? გარკვეული სახის ეს უკვე ძალიან გართულებული პროცესია. ნეფროლითიაზი,
დიახ, ნეფროლითიაზე არის ეგრეთ წოდებული კენჭოვანი, თირკმელ-კენჭოვანი დაავადება. ზუსტად აი ეს კენჭოვანი, ესე ვთქვათ, მასალა რაც არის, ხო, აი ხშირ შემთხვევაში უკავშირდება შარდმჟავის კრისტალების არსებობას. ამიტომ ყოველთვის ვაფიქსირებთ და ვაკონტროლებთ თირკმლის ფუნქციას, გარკვეული სახის სხვადასხვა ორგანოების, ესე ვთქვათ, მაჩვენებლებს. აი ნინო შეკითხვასაც რო უპასუხოთ ბარემ აქვე, რა შემთხვევაში ხდება უკვე ეს, ანუ გართულებული რა თქმა უნდა, შორსწასული ფორმა, როდესაც არის დაავადების. ადრეული დიაგნოსტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. პოდაგრას ახასიათებს გარკვეული სახის შეტევითი პერიოდი, ხო? და ტკივილი კონკრეტულად არის თამთა აი ცერათითის, აი დიდი თითის გვერდით არის თუ ნეკათითთანაც არის შემთხვევა, როცა მონოართრიტით ავსახავთ ჩვენ ამას, ანუ ასიმეტრიული ცალმხრივი მიმართულებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვლინდება კოჭწვევის სახსრის შეშუპება, მტკივნეულობა, მუხლის სახსრის მტკივნეულობა. ესეთი კონკრეტული მოცემულობა, როგორც ასეთი და ასაკზე არ არის ხო დამოკიდებული, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ვუყურებთ ხოლმე რომ აი ასაკ შეემართება. მამაკაცებში უფრო მკვეთრად და უფრო ესე ვთქვათ ხშირია ეს დაავადება ვიდრე ქალბატონებში. ასაკსაც რა თქმა უნდა უფრო ესე ვთქვათ ზრდასრული და ასე შემდეგ. აუცილებლად გამოვლენითი არის, ანუ აუცილებლად უნდა ვიზუალურად ჩანდეს. აუცილებელია ტკივილის, ანუ კლინიკური მაჩვენებლების არსებობა. მე ვახსენე რომ ჰიპერურიკემია, ანუ შარდმჟავის დონის მატება ყოველთვის არნიშნავს პოდაგრულ ართრიტს. შესაბამისად, აი ამ ორივე მაჩვენებლის, ესე ვთქვათ, თანაფარდობა გვაძლევს უკვე ჩვენ დიაგნოსტირების პირველი სიმპტომები რა არის, რის გამოც უკვე უნდა ექიმთან მივიდეს პაციენტი? ტკივილი, შეშუპება, ცხელი სახსარი და კოჭთანაც შესაძლოა ის იყოს და არის შესაძლებელი კოჭწვევის სახსარი, ну წამყვანი პირველ რიგში აი ყოველთვის ვაკვირდებით პირველ თითს, ფეხის ტერტის პირველ თითს, როგორი ვიზუალი და ანამნეზითაც ესე ვთქვათ ვარკვევთ ამ ყველაფერს. აი რის ჯგუფში ვინ არის? ანუ აი რის ჯგუფში ვინ არის და გენეტიკური განწყობა აქვს? გენეტიკა აბსოლუტურად პირდაპირ კავშირშია კი აღნიშნულ რევმატოლოგიურ დაავადებების პირველი ესე ვთქვათ წამყვანი და მიზეზი არის გენეტიკური ფაქტორი, რა თქმა უნდა. კონკრეტულად ახლა რისკ ჯგუფში არსებული პირები ესეთი გამოკვეთილი არ არის, უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ შემთხვევაში როგორც სწორ მკურნალობას, აგრეთვე გარკვეული სახის დიეტის რეკომენდაციას, ესე ვთქვათ, პაციენტებისთვის. დიეტა რა სახის დიეტა? რომელიც არა, ანუ პურინებით მდიდარი საკვებთან უნდა იყვნენ, რაც შეიძლება ესე ვთქვათ, ფრთხილი. მაგალითად, ეს არის პარკოსნები, ვთქვათ, გარკვეული სახის წითელი ხორცი და ასე შემდეგ, ზღვის პროდუქტები და ასე შემდეგ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზღვის პროდუქტები და ხორცი გარკვეულად პირიქით რეკომენდაცია დაავადებასაც ეძახიან კი ბატონო. ძირითადად ალკოჰოლის, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას აკრძალვა გარკვეული ესე ვთქვათ, მწვავე პერიოდის განმავლობაში. მოდით ბარემ აქვე რეკომენდაციაზეც გადავიდეთ, აი მოვიდა, გაკეთდა კვლევები და დადგინდა დიაგნოზი, აქვს პოდაგრა. როგორ იცვლება ცხოვრების წესი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიწყებთ სიმპტომურ მკურნალობას, ვითვალისწინებთ თანმხლებ დაავადებას, აქვს თუ არა პაციენტს და შემდგომ უკვე სწორ მიმართულებას, ხო? ცხოვრების წესის ცვლილება ისახება, როგორც ვახსენე, გარკვეული სპეციფიური დიეტა, რა თქმა უნდა დაიცვას პაციენტმა. შეიძლება ითქვას, ანუ თანა ცხოვრების პერიოდი, ანუ ესე რაღაცა კონკრეტულად აკრძალვა არის იმ პერიოდში, როდესაც არის მწვავე ფორმა. ხო, როდესაც და ვეუბნებით გარკვეული სახის დიეტას, ვაძლევთ რეკომენდაციას და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, პარალელურად მედიკამენტოზურ თერაპიასაც ვრთავთ მკურნალობაში. ოპერაციაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ გაგუგია ოპერაცია, თუმცა ოპერაციის შემდგომ კვლავ იჩენს თავს ეს პრობლემა. მე ვახსენე, მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკა არსებობს და არსებობს ქრონიკული ტოფუსური პოდაგრა. ანუ რას ნიშნავს? ეს ტოფუსების ვიზუალიზაცია ძალიან მკვეთრად და კარგად ისახება, ეგრეთ წოდებული შარდმჟავას ჩალაგება კან ქვეშ. ანუ ვიზუალით ეს ობიექტური მონაცემებით, აი გარკვეული სახის თეთრი ჩანართებით შეიძლება რომ დავინახოთ, ესე ვთქვათ, გარკვეულ სახსრებზე, განსაკუთრებით ფეხის ტერფის პირველი თითი, ხელის მტევნის
თითების წვრილი სახსრების საპროექციოდ და ასე შემდეგ. როდესაც გააჩნია ტოფუსების არსებობას, გააჩნია რაოდენობას და მის მოცულობას. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვაძლევთ რეკომენდაციას ქირურგიულ ჩარევას, იმიტომ რომ გარკვეული სწორი მედიკამენტოზური თერაპიით აღნიშნული ტოფუსური ჩანართები შეიძლება კუპირდეს და ალაგდეს, მაგრამ თუ დაავადება არის შორსწასული ფორმა, უმართავი პროცესი, პაციენტმა მოგმართა უკვე ძალიან გვიანი პერიოდის განმავლობაში, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, თამთა, აი რენტგენით რო ხდება ხოლმე. ხო, ეხლა თქვენ იცით ამის შესახებ შეიძლება ეს ჩემი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის სიახლე იყოს, ანუ რენტგენის დასხივებით რო არის კურნალობა მეთოდი ერთ-ერთი წოდებულ დეზებს რო უწოდებენ. ეს რამე კავშირში არის პოდაგრასთან? კავშირში ნაკლებად. ეს სპეციალური რაღაც ხელსაწყოების ერთი რაღაც უნდა ვიკითხოთ, დიახ, ეს სოციალურ ქსელებში არის მოდებული. ხელსაწყო გაჩვენებენ, როგორ კეთდება ამ იმ ტკივნეულ ადგილას და თითქოს გეუბნებიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამის კეთებით ეს ძვალი გასწორდება. და ფორმა გააჩნია ძვლის დეფორმაცია არ არის პოდაგრული ართრიტი ყოველთვის ეს არის ოსტეოართროზი, ოსტეოართრიტი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ალაგებარული ართრიტის შეტევითი ხასიათის ტკივილის დროს იმ ადგილას რაიმე სახის, ესე ვთქვათ, დამატებითი ხელსაწყოს მომაგრება ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ აუტანელი, ესე ვთქვათ, ძლიერი ტკივილი აქვს პაციენტს. ხელის დადებაც კი ხშირ შემთხვევაში არის რთული და ამიტომ დროული მიმართვიანობა არის პრობლემის დროული მიმართვიანობა სიმპტომები ვიცით, თქვით, ანუ რა შეიძლება იყოს პოდაგრის პირველი ნიშანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით აქტუალურ თემაზე ვსაუბრობდით. მე შეგახსენებთ, რომ რევმატოლოგი თამთა გობახიძე იყო ჩვენი სტუმარი. გმადლობთ. დიდი მადლობა თამთას.